Საამშვიდობისაგ მადლობთ რომ გვიყურებთ. საქართველოს ძველი და ახალი ხელისუფლებების დაპირისპირების ფონზე ჩვენ დღეს კონსენსუსზე ვისაუბრებთ. კონსენსუსი ასე ეწოდება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შექმნილ სპეციალურ მედია ცენტრს, რომელსაც ქართველი ემიგრანტი მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის კრიმინოლოგიის მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორი ელიკო ციკლაური-ლამეხი ხელმძღვანელობს. ცენტრის სახელიდანაც ჩანს, რომ მისი მთავარი ფუნქცია თავისთავად კონფლიქტების მოგვარება და პრევენცია. ხალბატონი ელიკო ციკლაური-ლამეხი დღეს მადრესის სტუმარია. საამშვიდობისა ხალბატონი ელიკო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. კონსენსუსი გვჭირდება საქართველოში ნამდვილად და კონფლიქტები კიდე ჩვენთვის ისეთი ბუნებრივია, რომ თქვენ ცენტრს როგორც ჩანს საქმე უახლოეს მომავალში არ დაელევა. პირველს ყოვლისა მოგესალმებით თქვენ და თქვენს მაყურებელს მთელ საქართველოს, რადგანაც მე აქ ისე ხშირად ავარ აქ. დღესდღეობით რა თქმა უნდა, ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი იყო ეს კონფერენცია, რომელიც რობაქიძის უნივერსიტეტმა მოაწყო. რომელთანაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და შევქმნით აქ უკვე ერთი წლის წინათ კრიმინოლოგიური კვლევის ცენტრი ამიერკავკასიისათვის, რომელიც შესანიშნავად მუშაობს. ჩავატარეთ რამოდენიმე კონფერენცია საერთაშორისო და წავიყვანეთ ბავშვები ფრაიბურგში, მაქს პლანკის ინსტიტუტში, რომლებიც ასე ვთქვათ არჩიეს სამეცნიერო კვლევის თემები და ასე ვთქვათ იმ ახალ თეორიებს დაეუფლნენ, რომელიც მსოფლიო სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის კვლევის საკითხებში არსებობს. დღეს იქ ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ეწყლებოდა ქართულ ემიგრაციას. ქართულ ემიგრაციასაც კონფლიქტები აქვს? იცით რა, კონფლიქტი ჩვეულებრივი მოვლენაა. ამბობენ, როდესაც არსებობს კონფლიქტი, ესე იგი რაღაცა შესაძლებელი, თუნდაც ასე. ეს ცხოვრებისთვის, სიცოცხლისთვის დამახასიათებელი და ხანდახან ჯანსაღი პროცესიც არის. თუმცა ჩვენ ყველაზე მთავარი კონფლიქტი, რომელიც დღეს საქართველოში მე გულისხმობ ტერიტორიულ დავებს, რომლებიც უკვე 20 წლისაა და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი კონფლიქტი, ეს მიმდინარე კონფლიქტი გვაქვს ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის. ტერმინი კოაბიტაცია თქვენთვისაც ალბათ კარგად ნაცნობია, თუმცა საქართველოში როგორც ჩანს ეს პროცესი თლათ ისე არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს. მე მესმის თქვენი კითხვა, რატომ მისმავთ ასე პირდაპირ ამ შეკითხვას, მაგრამ მე გიპასუხებთ როგორც უცხოეთში მცხოვრები ქართველი, რომელიც 26 წელიწადია იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ და საქართველოში მიმდინარე პროცესებს გარედან აკვირდება. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის როგორც ქართველისთვის ამ შემთხვევაში პოზიცია და ოპოზიცია შეფარდებით შედარებით იცნებებია, იმიტომ რომ პერმანენტულად რამოდენიმე წლის პერიოდში ეს პროცესები იცვლება. საზოგადოების ერთი ნაწილი გადადის ერთ მხარეს, მერე გადმოდის მეორე მხარეს. მე როგორც იურისტი ამას რა თქმა უნდა იურიდიული თვალითაც ვაკვირდები და ხანდახან ძალიან მტკივნეულ პროცესებს ვხედავ, რომელიც მე ძალიან მაწუხებს, როგორც რაც შეეხება ამ პოზიციის და ოპოზიციის ცვლილებას, ჩემთვის ორივე ეს ყველაფერი საქართველოსთვის დამახასიათებელია. და მართალი გითხრათ, ეს პროცესი, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, მე მგონი ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყანას შეშურდება. მე იმედია, უდაოდ, მე მიხარია, მე ვამაყობ, რომ მე ქართველი ვარ, იმიტომ რომ საქართველოში ესეთი პროცესები მიმდინარეობს, როდესაც საზოგადოება ჯერ ერთი ის შესანიშნავი მოვლენა, რომელსაც არჩევნები ასე ვთქვათ ეწოდება და ის გამარჯვება, რომელიც ხალხმა მიაღწია, როცა ყოველ ხმაზე იბრძოდა. იცით რა, ეს არაჩვეულებრივი მოვლენა, ამას ნებისმიერ ყველა დასავლეთ ევროპულ ქვეყანაშიც კი ვერ ნახავთ. ერთგვარი დიფერენციაცია პოლიტიკისადმი ეს არის, რა ქვია, იმედგაცრუება მსოფლიოში შეინიშნება, იმიტომ რომ მოსახლეობას კარგად ცხოვრობენ. არა მარტო, არა, მოსახლეობას მიაჩნია, რომ ეს პრეზიდენტული, ასე ვთქვათ, მართვა პარლამენტარული ყოველთვის ვერ ასახავს მათ ინტერესებს. და გერმანიაშიც კი ლაპარაკია იმაზე, ხო არ გადავსულიყავით პირდაპირ, ასე ვთქვათ, მართლობაზე, დემოკრატიულ იმწყობაზე დავუშვათ, რომელიც შვეიცარიაშია. თუმცა შვეიცარიელები ამბობენ, ჩვენ ხომ არ შეგვეცვალა ეს წყობა და გადავსულიყავით სხვაზე. არ არსებობს სრულყოფილება. არ არსებობს. ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ მედიუმისაკენ და კონსენსუსი და მედიაციაც ამ სიტყვა აქედან არის ამოსული, რომ ესე იგი ჩვენ უნდა აქაც ახლა ეს პროცესია, ხო? საერთაშორისო თანამეგობრობა ითხოვს, თქვა საქართველოს ძველი და ახალი ხელისუფლებისგან, რომ მათ გარკვეულწილად
მიაღწიონ ამ კონსენსუსს, შეთანხმდნენ რაღაც საკითხებზე, თუმცა შეთანხმება როგორც ჩანს არ ხდება. ყოველ შემთხვევაში გუშინდელმა განცხადებებმა, განსაკუთრებით პრეზიდენტის მე ვიტყოდი, რომელმაც თავის ოპონენტებს საკმაოდ შეურაცხყოფა მიაყენა პირდაპირ ჩვეულებრივი ადამიანური თუ ვიტყვით ახლა როცა ამბობ ადამიანს რომ ეს დაუბანელი, გაუპარსავი, გაბურძნული, ოროსანი, გრეველი, ეს უკვე შეურაცხყოფაში გადადის. ხო წმინდა ადამიანურ პლაშში თუ გადავიდეთ ამ საქმეს. ანუ ჩვენთან ეს ჯერჯერობით არ გამოდის. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არ გამოდის. მეორე მხრივ ახალი ხელისუფლება ამბობს რომ ისინი მზად არიან ამ კოაბიტაციისთვის თუ კონსენსუსისთვის, მაგრამ არა რაღაც უფრო მნიშვნელოვანის დათმობის ხარჯზე. სადა ვართ ახლა ჩვენ? დავიწყებდი იმით, რომ რაც შეეხება ასე თქვათ, მედიის სამეტყველო ფორმებს და ენას. მე ყოველთვის ვაკვირდებით, ვცდილობ ინტერნეტის საშუალებით ან ხშირად ჩამოვდივარ აქ, როცა ღონისძიებებს ვატარებთ ან კონფერენციები გვაქვს, ვაკვირდები. იცით რა, ეს უნდა შეიცვალოს და ამის მაგალითი უნდა მიცა ხელისუფლების, ასე თქვათ, ისეთმა პირებმა მაგალითი უნდა აჩვენონ, როდესაც არ შეიძლება მედიის და პრესიდან ასე თქვათ, ყველანაირი არ შეიძლება 1000-ჯერ უნდა აწონო. სანამ რაღაცას იტყვეთ, მოგეხსენებათ, რომ სულხან-საბა ორბელიანის იგავარაკის არ იყოს კი ბატონო, ენით დაკოდილი, ხო, ეს აი მედიაციის პირველი ეს არის, როდესაც საფეხური, როდესაც არ უნდა შეურაცხყოფა მივაყენოთ მოწინააღმდეგეს და პატივი ვცეთ, ვინც არის ჩვენთან არ ჩანს ეს რომ მოწინააღმდეგეები ცდილობენ იპოვონ კონსენსუსი. პირიქით ჩანს რომ ორივე მხარე მიდის ამ დაპირისპირებაზე შეგნებულად. ესე არის ხო თქვენ ამას? იცით რა, არა, საერთოდ აი როდესაც კონფლიქტებს სწავლობ და სიღრმეში შედიხარ, იქ ჩნდება რომ აი ამ კონფლიქტების გამძაფრების ასე თქვათ, ქვეცნობიერი მექანიზმი ხშირად არის შიში. იცით ეს არსებობს შიშები, რომელიც დაფარულია, რომელიც შეიძლება სხვადასხვა თვითონ პიროვნებამაც ვერ ამჩნევდეს იმას, რომ ის რაღაცის აი შიშის საერთოდ ამბობენ, რომ ეს ყველაზე ერთ-ერთი ძლიერი გრძნობა, რომელიც ადამიანს სხვადასხვა გადაწყვეტილებებს აღეპინებს. ხო და ეს უნდა გაუცნობიერებელია ეს. ხანდახან გაუცნობიერებელი, ხანდახან გაცნობიერებული, არ ვიცი, მაგრამ იცით რა, აი ეს მექანიზმი უნდა გამუშავდეს. უხეშად იქცევი, ამით ცდილობ დაფარო შენი რეალური შიში. თავდაცვის ერთგვარი მექანიზმია, რეაქცია, რომელიც შენ უარეს მდგომარეობაში გაყენებს. ესე იგი, შენ ვერ ახერხებ ისეთი ფორმის მოძებნას, როცა შენ ღირსეულად გამოჩნდები. როცა შენ არ აყენებ შეურაცხყოფას, სულ ერთია, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, მოწინააღმდეგეს და აი ეს მედიაციის ეს ცენტრი, რომელიც ჩვენ რობაქიძის უნივერსიტეტში ბატონ რექტორის დიდი, ასე თქვა, დახმარებით და მისი ინიციატივით გავაკეთეთ, რომელიც წელს საუკეთესო დოქტორად აღიარეს. მინდა ვთქვა, რომ აი აქ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ იმ მექანიზმების წამოწევას, რომელიც ქართველი ერისთვის დამახასიათებელია. თქვენი ცენტრი ამ შემთხვევაში წმინდა სამეცნიერო ფუნქციას ატარებს თუ აპირებთ რა ჩართვას ამ პროცესებში და უფრო გამოყენებითი ფუნქციების მინიჭებას? უდაოდ. იცით რა, მე უკვე საკმაოდ დიდი ხანია უცხოეთში ვცხოვრობ, რომ თეორიებზე მარტო არ დავეყნო, იმიტომ რომ ყველაფერი დრო, სიცოცხლე ისე მალე მიდის, რომ თეორიებზე ლაპარაკს უნდა, ასე თქვათ, შედარებით. აი, კონკრეტულად, თუ ხართ მაგალითად ჩართული, აი თუნდაც აი ამ პროცესში, რაც დღეს აი პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარეობს, აი რამდენად ხართ ჩართული, რამდენად მზად ხართ და რამდენად უნდა ვინმეს რომ ამაში ჩაერთოთ. ხო, ბევრი საკითხია. მე ჯერ პასუხს გავსვით თქვენ პირველ კითხვას. ჩვენ აი ეს არ იქნება მხოლოდ თეორიული, აქ მედიაციის სხვადასხვა ფორმები არსებობს, სხვა ინდივიდუალური მედიაცია და ოჯახური ძალადობის, იგივე ჯგუფური მედიაცია, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, პარტიებს შორის, სხვადასხვა მედიაციის მსოფლიოში ძალიან გავრცელებული ფორმაა. თითქმის არც ერთი სერიოზული საკითხი არ წყდება აი ასეთი მედიატორული ჩარევის გარეშე, ასე თქვათ, რაც არ უნდა დონე იყოს. რაც შეეხება მედიაციის ძირითადი პრინციპი, ეს უნდა იყოს ნებამყოფლობა. მხარეებმა თუ არ მოისურვეს, თუ არ გამოთქმეს ამის სურვილი, თვითონ მედიაცია ისეთი რთული პროცესია, იმხელად მძიმე სამუშაოა, როდესაც იცით რა, მედიატორს უფლება არ აქვს რაღაცაზე მიუთითოს ან რაღაცა დააძალოს რომელიმე მხარეს. მედიატორი ეძებს იმ შესაძლებლობებს, იმ დადებით, იმ მზადყოფნას, რომელიც თვითონ მხარეში არის. იცით რა, ეს არის აი ძალიან ისეთი ფრთხილად მიიღავს ორივე მხარე იქეთ, ისინი მხარეები თვითონ აშენებენ ან ჩანგრეულ ხიდს.
ქვეცნობიერსაც იკვლევთ ამ ქვეცნობიერი მისწრაფება თუ არსებობს ხომ ერთმანეთისკენ. სხვანაირად არ შეიძლება ცითრა ხო უნდა მოიხსნას ეს შიშის მექანიზმები და ადამიანმა უნდა მივიდეს იმდონები აქ იცით რა აი ეთიკურ ზნეობრივ კატეგორიებზეა გადმოტანილი ეს სიმძიმე მედიაციაში როდესაც მხარე ხარ უნდა შეძლო თავი წარმოიდგინო შენი მოწინააღმდეგის ადგილას და აქედან გამომდინარე მოეპყო იმას ისე როგორც შენ გინდა რომ ის მოგეპყო შენ ძალიან მარტივი რეცეპტია, მაგრამ ცხოვრებაში ესე არ რომელიც ამის გარეშე მოსახლეობა ჩახოცავდა ერთმანეთს და საქართველოში და კავკასიაში ეს მიღებული იყო, იმდენიერი და ეროვნება ცხოვრობდა საქართველოში ეს მექანიზმები უნდა ჩვენ ხა მე ტრენინგებს გავდივარ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვაქვთ ამერიკიდან, იქედან, აქედან ეს მექანიზმები სხვადასხვა სახელებს არქმევენ. ეს არის ელემენტარულად უბრალოდ მოწინააღმდეგის სადმე პატივისცემა, ანგარიშის გაწევა. ღირსება და ვაჟკაცობა, რომელიც ქართული, ასე თქვათ, ამ ტრადიციული ფორმების, კონფლიქტების მოგვარების მთავარი მექანიზმია. კარგი, მოდი, დღევანდელ კონფლიქტს დაუბრუნდეთ, რომელზეც ვსაუბრობთ. აი, რა პრობლემას ხედავთ ამ კონფლიქტში თქვენი თვალით? მესმის თქვენ არ ხართ ამაში ღმერთს ჩახედული, ჯერჯერობით მხარეებს არ მოუმართავთ თქვენთვის დახმარებისთვის და ეჭვმოთ, რომ არც მოგმართავენ, პოლიტიკოსებს არ უყვართ, როცა მათ ვიღაც ერთმანეთთან არიგებს, პოლიტიკოსები იმიტომ არიან პოლიტიკოსები და ხომ მაღალი განცხადებები აკეთონ, მაგრამ აი, რა პრობლემები გამოიკვეთ? აი, ესე თქვენ რო უყურებთ პროფესიული თვალით რა ჩანს ამ მხარეს შორის? პრობლემა რომ არის ეს საკითხი იმიტომ დავსვით იმიტომ რომ მე როგორც ოთხევში მცხოვრებ ქართველ იურისტს მედიატორს მე იქ მედიატორის განათლებაც ამაქვს მიღებული და მონაწილეობას ვღონისობ საერთოდ რომ მე ევროკავშირის ტიმოშენკოს პროცესის მედიაციის ერთ-ერთი მონაწილე ვარ და გვიხდება იქ პოზიციასა და ოპოზიციას შორის ასე თქვათ მოლაპარაკება და მაიმ რომ როგორმე მივაღწიოთ კონსენსუსს და ტიმოშენკო და მასთან ერთად ვინც არიან რაღაცა ხმარება გაუწიოთ. საქართველოში პრობლემას რო ვხედავ, იმიტომ ჩამოვედი მე დღეს, თუ არა, იქაც უამრავი საქმე მაქვს. მე არ შემიძლია ამას უყურო მთლად შორიდან. მე იმას არ ვამბობ, რომ ვიღაცა რაღაცა ახლა მოისურვებ ჩვენთან მედიაციას, ეს ალბათ ყველას თავის გადასაწყვეტია და ალბათ სხვა გზებსაც გამონახავენ იმედი მაქვს, მაგრამ მე რომ ეს არ მეთქვა, არ შემეთავაზებინა, მე ჩემი თავის წინააღმდეგ ცოტა დავრჩებოდი უკმაყოფილო, იმიტომ რომ მარტო მე კი არა, საერთოდ საქართველოს ესე იგი ქართველი მოსახლეობის 1/3 გასული საზღვარგარეთ და ყველამ ვისაც რა შეუძლია ის უნდა იყონოს რომ პროცესები წავიდეს დადებითად. მაგრამ მაინც არ მითხარით რას ხედავთ რა არის აი კონფლიქტის ძალაუფლება არის პირველ რიგში სათავე რა თქმა უნდა კონფლიქტის ორივე მხარეს ერთს არ უნდა დათმობა იმ ძალაუფლების რომელიც მას ჰქონდა ცხადია მეორეს უნდა მაქსიმალური ძალაუფლება მოიპოვოს რომ რაღაც თავისი მიზნები თუ გეგმები განახორციელოს ეს ზედაპირზეა მაგრამ პროფესიონალის თვალით რა იწვევს ესეთი ტიპის დაპირისპირებას ესეთ უკმეხსაობას ერთმანეთის სახელმწიფოს და გვარებსაც კი არ მოიხსენიებენ ერთმანეთის ხალხოვნები თუ დააკვირდით პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ის კაცი ესე იხსენებენ ერთმანეთს ხო ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა იმიტომ რომ ჩვენ ესეთი პატარა ქვეყანა ვართ და ღვთისწყალობით დღემდე უკვე ისე შორს წავედით ხვებისგან პოლიტიკური კულტურის საკითხებში რომ ალბათ უნდა ახლა ვიცით რა მე რო უსმენ ცალკე პრეზიდენტს და ცალკე პრემიერს ორივე ამის მზაობას გამოთქვამს და მე მჯერა მათი მე ვიცი რომ ეს ორივე ასე თქვათ ძალიან გამორჩეული პიროვნებები არიან და ქვეყანას გარკვეულწილად წარმოადგენენ ქართველებში იცით რა ამას წინათ ლაპარაკი იყო ბერლუსკონის რატო არისო რომ ბერლუსკონი კიდევ და კიდევ აირჩიესო სანამ აირჩევდა და ასეთი თქვა იყო რომ ყველა იტალიელში პატარა ბერლუსკონი ზისო ასე რომ ჩვენ იცით რა მე მგონი ეს ჩვენი ქართული თვისებებია ერთიც და მეორეც და ამიტომ ამას უნდა ჩვენ მივხედოთ ისე როგორც ასე თქვათ ჩვენს იცით რა აი მტრული დამოკიდებულება არ უნდა გქონდეს ერთმანეთის მიმართ და უნდა ეს რა თქმა უნდა ძალიან მალე მიმდინარეობს იცით რა მედიაციის პროცესები ხანდახან წლების განმავლობაში საქართველოში ერთი წლის განმავლობაში იმდენი რამე მოხდა ზოგიერთ ქვეყანაში ესეთი რამე 10-15 წლის განმავლობაში არ ხდება ამას ხო აი წმინდა ემოციურ ფონზეც ხო გადატანა უნდა ამას ხო გათვისება უნდა ამას შეგრძნება უნდა იქ ისეთ რა ხელისუფლება ძალიან ისეთი გარკვეული ის არის რა ქვიანა რომელმაც იცის წამლავს ადამიანს ხელისუფლება ის ისეთ რეალობის შეგრძნებას უკარგავს ხანდახან და მე მაგალითად გუშინ პრეზიდენტი როცა ლაპარაკობდა რომ
ჩვენ ოპოზიცია ესე იგი ოპოზიციამ არ შეგვახსენაო რომ ჩვენ სწორედ არ ვიქცეოდითო და იმიტომ ჩავიდინეთ შეცდომებიო და ეხლა ალბათ უნდა შევახსენოთ ერთმანერთს რომ სასიკეთოდ უნდა მოვიქცეთ ორივე მხარე. ძალიან დიდი მადლობა ელიკო ციკლაური ლამიხი იყო მატრიცის სტუმარი. გაზემის შემდეგ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ საკითხზე, რომელზეც კონსენსუსი ძალიან რთული მისაღწევია, ეს არის ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა, მოგეხსენებათ, გარკვეული ცვლილებები შედის კანონში, რომელიც ნარკოპოლიტიკას არეგულირებს. ნარკოტიკების მოხმარება აღარ იქნება კრიმინალური დანაშაული, მუხლი, რომელიც შესაბამისი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში გაუქმდება, მოხდება ეგრეთ წოდებული დეკრიმინალიზაცია, თუმცა ამასთან დაკავშირებით მაინც არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და ერთ-ერთი ესეთი მოსაზრება ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ნარკოპოლიტიკის საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობენ. დათო ოთიაშვილი ორგანიზაცია ალტერნატივა ჯორჯიას წარმომადგენელი იქნება მატრიცის სტუმარი რეკლამის შემდეგ. ოფიციალური სტატისტიკის საქართველოს საპატიმრო ადგილებში მყოფთა საკმაოდ დიდი რაოდენობა ნარკოტიკების მოხმარების გამო არის დასჯილი. საქართველოში არსებობს ეგრეთ წოდებული 273 მუხლი, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას სისხლის სამართლის კოდექსით არეგულირებს, უბრალოდ სჯის და საპატიმრო ვადა საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს და ხშირად 10 წელსაც კი აღწევს. გარკვეული ცვლილებები ამ თვალსაზრისით უკვე დაგეგმილია, მინდა შეგახსენოთ, რომ ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაშიც იყო ჩაწერილი, უნდა მოხდეს ნარკოტიკებთან დაკავშირებით პოლიტიკის გადახედვა და დეკრიმინალიზაცია და ამ თვალსაზრისით კობა დავითაშვილის კანონის შესაძლოა ინიციირებით, უბრალოდ კობა დავითაშვილის ინიციირებით პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი შესაძლოა ითქვას, რომ არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ის ამ 273 მუხლის გაუქმებას გულისხმობს და მხოლოდ ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს, თუმცა მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოში ნარკოპოლიტიკის საკითხებზე საუბრობენ და მუშაობენ, მაინც აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტიც არასრულყოფილია, რადგან ის ძალიან ბევრ ხარვეს შეიცავს. დავით ოთიაშვილი ორგანიზაცია ალტერნატივა ჯორჯიას წარმომადგენელი იქნება დღეს მატრიცის სტუმარი. საუბრობთ და მადლობა მოგზაურობისთვის. მოდი დავიწყოთ უშუალოდ იმ კანონპროექტით, რომელიც ინიციირებულია პარლამენტში. ეს არ არის ახალი კანონპროექტი, ჯერ კიდევ წინა პარლამენტში მისი ინიციატორი გიგი წერეთელი იყო, ოდნავ სახე ცვლილებები მართალია ახლა არის შეტანილი, თუმცა არსობითად იგივე კანონზე ვსაუბრობთ. მაშინ ამ კანონის გატანა ვერ მოხდა, ახლა უფრო რეალურია, რომ ახალი პარლამენტი ამას ხარს დაუჭერს, რადგან უმრავლესობის წევრს აქვს წარდგენილი, მაგრამ რაღაც ხარვეზები არის. რა კონკრეტულად რა საპროტესტებთ, რა არ მოხსნათ ამ ახალ კანონს? კი ბატონო, დავადასტურებ იმას, რომ პრაქტიკულად არის ის კანონპროექტი, რომელიც თავის დროზე 2008 წელს გიგი წერეთელმა შეიტანა პარლამენტში. ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არის ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობის გაზრდა კობა დავითაშვილის კანონპროექტის ვარიანტში. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სახით, ამ კანონპროექტი, ამ ცვლილებების მიღება არ მოხდება. მისასალმები ყველაზე მთავარი და დადებითი რაც დევს კანონპროექტში არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმება ნარკოტიკების მოხმარებისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დეკრიმინალიზაცია და დეკრიმინალიზაციაც ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ მოხმარებისთვის ადამიანი საპატიმროში აღარ მოხდება. მეორე მხრივ მოხდა მაღალი ჯარიმების გადმოტანა ადმინისტრაციულ კოდექსში და ხდება ჯარიმების გაზრდა. პირველი ფაქტის შემთხვევაში მოხმარების 300 ლარი, მეორე შემთხვევაში 600, მესამე შემთხვევაში 3500 ლარი. ეს არის ყველაზე პრინციპული, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით. თქვენ არ ეთანხმებით მაღალ ჯარიმებს თუ არ ეთანხმებით ჯარიმებს როგორც ასეთ საერთოდ? იცით რა, მე არ ვეთანხმები საერთოდ ჯარიმას, როდესაც ადამიანი რაღაცას მოიხმარს და არავის არ აწუხებს, არავის ზიანს არ აყენებს და ვთქვათ, არავის საფრთხეს არ უქმნის. პრინციპში ალტერნატიულ კანონპროექტში, რომელიც იმავე წელს 2008 წელს ჩვენი ინიციატივით მომზადდა და შევიდა პარლამენტში და რომის განხილვაც არ მომხდარა, ეს მუხლი არის ფორმულირებული ზუსტად ამ სახით საზოგადოებრივ ადგილებში მოხმარება, ანუ იგულისხმება, როცა ვიღაცა შეაწუხე. ამ შემთხვევაში კანონი ალბათ უნდა ჩაერიოს, თუ ადამიანი ისე მოიხმარს რაღაცას, რომ ამას არავინ არ ხედავს და არავინ ამით არ წუხდება, მე ვერ ხედავ ვერანაირ მიზეზს, რომ ეს ადამიანი აღმოვიდივართ ისე იმამდე როგორ უნდა გავიგოთ მაშინ რომ ეს ადამიანი ამის მოიხმარს, საუბარი არის ბუნდოვან ფორმულირებაზე, საეჭვოდ გადაადგილდებოდა და ამიტომ დავაკავეთ, წავიყვანეთ რაღაც
ნარკოლოგიურ ცენტრში დღეს არსებულ კავშირში ეს არის საფუძვლიანი ეჭვის ისე უნდა იმუშაოს ამ სისტემამ, იმიტომ რომ როგორ უნდა გავარკვიოთ, აბა მოიხმარს თუ არა ადამიანებს, თუ კი არავის არ აცვლება. ეგ პრინციპი არ იცვლება, ამიტომ ამ ასე ვთქვათ 273 მუხლის გაუქმება და დეკრიმინალიზაცია არსობრივად აზრს კარგავს, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი, უმეტესობა იმ ადამიანებსა, ვისი ასე ვთქვათ დაკავება და ტესტირება მოხდება, ვერ მოახერხებს ამ მაღალი ჯარიმების გადახდას და კანონის მიხედვით იგი დიდი შანსია რომ კვლავ აღმოჩნდეს საპატიმროში პრინციპი ჯარიმის გადაუხსნელობის გამო უკვე ხო ეს იქნება მისი ბრალი ამ შემთხვევაში. კი ბატონო და თვითონ ასე ვთქვათ საკანონმდებლო პრაქტიკა ხო ამითი არანაირი ბიძგი ამ პრაქტიკას არ ეძლევა რომ შეიცვალოს და ისევ არ მოხდეს ათობით ათასი ადამიანის ქუჩაში გაჩერება მარტივად შემდეგ ტესტირებაზე წაყვანა და დადებითი პასუხის შემთხვევაში მისი ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლებრივი დევნა ეს პრინციპი ასე ვთქვათ კვლავ ძალაში გაჩერება თუმცა რამდენადაც მე მივხვდი თქვა თანხის გაზრდა გამოიწვია მოსაზრებამ რომ ეს თანხა უნდა შემდგომში წარიმართოს უშუალოდ იმ ადამიანის მკურნალობაზე. ნუ მკურნალობა ძვირია, ხო, მოგიხსენებათ, განსაკუთრებით ნარკოდამოკიდებულება არ არის, ხა მარტივად განკურნებადი რა. ხო, ესეთი ახსნა. არ არის ყველა მკურნალობა ძვირი, ძალიან ბევრი ეფექტური მკურნალობა არის ძალიან ნიაფი მაგალითისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობა, მეტადონის პროგრამა, ერთ-ერთი ყველაზე იაფი ფორმა წამალ ოპიოიდებზე დამოკიდებულების მკურნალობისა, რაც შეეხება ამ იდეას, რომელიც ასევე თავის დროზე გიგი წერტლის კანონპროექტის განხილვის დროს იყო გაჟღერებული, რომ ამ ჯარიმებს მე შემდგომ მოვახმართ ადამიანის მკურნალობას ყველაზე პირველი რაც არ მომწონს ის რომ ამ კანონპროექტის ავტორთა უმრავლესობა არიან ექიმები და ჩემთვის ძალიან უცნაურად ჟღერს, როდესაც ექიმი წერს კანონპროექტში ჩემი პაციენტი დაიჭირეთ, წავართვით მას ფული, შემდეგ ეს ფული მომეცით მე და მე მას ვუმკურნალებ. იმ ადამიანთა უდიდესი ნაწილი, ვისი დაჯარიმებაც ხდება საქართველოში სტატისტიკის მიხედვით, ეს არიან მარიხუანას მომხმარებლები, რომელთაც მკურნალობა არ ესაჭიროებათ. უფრო სერიოზული ძიმე ნარკოტიკების მომხმარებლებშიც, ვისაც იჭერენ და აჯარიმებენ, მათ უმეტეს ნაწილსაც მკურნალობა არ სჭირდება, ვინაიდან არ არიან დამოკიდებულები. ანუ ეს რაღაც ერთჯერადი შემთხვევებია. ეპიზოდური მომხმარებლები. მათ ვისაც შეიძლება სჭირდებოდეს მკურნალობა, რაღაც ნაწილს შეიძლება არ სურდეს. თავად რატომ ჩავარდა თავის დროზე ეს ელემენტი კანონპროექტის, როდესაც მაისში მოხდა პრინციპში რაღაცა ნაწილის განხილვა, გიგი წერტლის კანონპროექტისა, მაშინ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თქვა და ეს უკვე მეორედ მოხდა, რომ ტექნიკური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ჯარიმების ამოღებული თანხების გადამისამართებას ამ ადამიანების მკურნალობაზე არ არსებობს. ანუ ეს თანხა მიდის ბიუჯეტში და იმის გარჩევა რა ნაწილი არის აქედან შესული განაჭრის ხოიდან ბიუჯეტში. თული გასარკვევი ამ ამაზე. ნუ ერთ-ერთი სწორი გამოსავალი მიდგომა, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული და რომელიც მუშაობს ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში, ეს არის არა ამ გაჭირებული ადამიანებიდან ამოღება ამ თანხისა და შემდეგ გადამისამართება, თუნდაც მოიძებნოს ამის მექანიზმი, არამედ სახელმწიფოს როლის და ვალდებულებების გაზრდა ამ მიმართულებით და რეალურად დაფინანსების გამოყოფა ისეთი ოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება, რომ პრინც იდეალში ყველას, ვისაც სჭირდება მკურნალობა, კონდეს შესაძლებლობა რომ მიიღოს ეს მკურნალობა. მე მაქვს რაღაც საკითხები ამ მკურნალობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას უკვე მეორე ნაწილში განვიხილოთ, ჯერ უშუალოდ კანონპროექტს წავყვით, ხო? მიუხედავად იმაზე, რომ საუბარი არის რაღაც დეკრიმინალიზაციაზე, რამდენადაც მოხდები კანონში არ არის, თქვათ, კაცრად განსაზღვრული დოზების რაოდენობა, რა დოზა შეიძლება ქონდეს ადამიანის ჯიბეში, პირობითად ჯიბეში, ხო? სადგადის ზღვარი მომხმარებელსა და გამყიდველს შორის, ხო? ყველანი თანხმდებით, რომ გამყიდველი უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით, გქნებოთ ესე ვთქვათ, მაგრამ არ არის ეს ზღვარი, ხო, გავლებული. არის პრობლემები ამასთან. კაფეოდ გავლებული, არის ცდელობა იმისა, რომ მოხდეს გამიჯნა, როდესაც ადამიანი ფლობს გარკვეული ოდენობით ნარკოტიკს, გამიჯნა მიზნისა საფრთხე მოსხმარებისთვის აქვს თუ აპირებს მის გასაღებას. დღეს არსებულ კანონმდებლობაში ეს გამიჯნა არ არის და კანონპროექტში შემოთავაზებულია ცვლილება
თუმცა არის ვთქვათ აი შუალედური გამოსავალი მხოლოდ შემოთავაზებული. რა იგულისხმება შუალედური გამოსავალი? მე გეტყვით თუნდაც მცირე ოდენობით ადამიანს კონდეს საკუთარი მოხმარებისთვის და არ აპირებდეს გაყიდვას, ეს კვლავ ჩაითვლება მძიმე კატეგორიის დანაშაულად და იგი 7 წლამდე აღმოჩნდება ციხეში. ანუ ისევ სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედების ქვეშ შედის ის ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ის წმინდა მოხმარებისთვის აქვს, ხო? კი ბატონო. რა უნდა გაკეთდეს ამ თვალსაზრისით? თქვენს ინიციატივაში რა არის გათვალისწინებული? როგორ უნდა გავმიჯნოთ? ეს არსებობს ამის რაიმე ესეთი ლოგიკური მექანიზმები? იდეალური მექანიზმი არ არსებობს. აქ გადამწყვეტი როლი ეკისრება გამოძიებას, რომელიც ვალდებულია დაადგინოს რა მიზნით ფლობდა ადამიანი ნარკოტიკს ყველა ქვეყანაში ხდება ასე, როდესაც აღმოუჩენენ, შემდეგ ცდილობენ დაადგინონ, ყიდა თუ არ ყიდა, თუ არ ყიდა, გაცილებით უფრო მსუბუქად სჯიან, ან საერთოდ არ სჯიან, თუ ყიდდა, აქ უკვე ასე ვთქვათ, გაცილებით უფრო სერიოზული სანქციები ეკისრება ადამიანს. იდეალური რეცეპტი ამისა არ არსებობს. უმეტესობა ქვეყნებში არის შემუშავებული რაღაცა რაციონალური ოდენობები, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ გამიჯნონ, თქვა თუ ძალიან ბევრი აღმოაჩნდა და ვერ დაუმტკიცდა მას გასაღება, იგულისხმება, რომ ეს ოდენობა მაინც საკუთარი მოხმარებისთვის ვერ ეკნებოდა ადამიანს და განიხილავენ. ხოლო ერთი ვაგონი თუ გიპოვეს პირობითად თავისთავად ხადია, ხა იმას ვერ მოიხმარა. კი ბატონო, როდესაც არის თქვა მცირე ან საშუალო ოდენობების საუბარი, იქ ცალსახად ხდება გამოძიების მიერ დადგენა იმისა, თუ ვერ უდასტურდება ხშირ შემთხვევაში, რიგ შემთხვევაში ნამდვილად ხდება ისე, რომ ვიღაცა გადამყიდველი ახერხებს, რომ გამოძიება მოატყუოს, მას აქვს მცირე ოდენობით, პატარ-პატარა პორციებით, სადღაც შენახული, მიდის, გამოიტანს, გაყიდის და ატყუებენ, მაგრამ პრინციპი, რომელიც ამ შემთხვევაში მუშაობს, ცივილიზებულ ქვეყანაში არის ის, რომ ჯობია ვიღაცა დამნაშავე გამეპაროს, ვიდრე უდანაშაულო ჩავთვალო დამნაშავედ და დავსაჯო. არ გიჩვენებათ, რომ ყველაფერი ის ნარკოტიკებთან დაკავშირებით ხდება, ეს არის გარკვეულწილად თვითონ საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება, მთლიანობაში ძალიან როგორ უნდა ვთქვა, ხისტი დამოკიდებულება აქვს, თქვა, ხო პურიტანული, აი ჩემი რედაქტორი მეუბნება, თუნდაც ეს სიტყვა გამოიყენებს საქართველოში რა პურიტანიზმი რამდენად არსებობს სხვა, ძალიან ხისტი დამოკიდებულებაა, ხო გახსოვთ ალბათ, ჩემ ბავშვობაში იყო ლეგენდები, რომ ნარკომანები ვიღაცებს სადარბაზოებში ითრევენ, ძალით უკეთებენ და ასე შემდეგ და მიდის ეს ჩათრევა და აფუჭებენ ახალგაზრდობას და ასე შემდეგ. ეს ლეგენდები ეხლაც მუშაობს რეალურად, ხო? თუ ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს ლეგენდები მუშაობს და ბევრი ადამიანის პოზიცია დღესაც განპირობებული არის ამ იდეოლოგიური დოგმებით, რომელიც თქვათ წლების განმავლობაში იქმნებოდა და დამნაშავეები ისეთ რომ აქ სოციალისტურმა სისტემამ თავისი გადამწყვეტი როლი ითამაშა და კატეგორიზაციაც ხო ორი დამოკიდებულება არსებობს. ერთი დამოკიდებულება არის რომ თქვათ ნარკოტიკის მომხმარებელი არის დამნაშავე უპირობოდ და ის უნდა იჯდეს ციხეში და მეორე არის ის არის ავადმყოფი. ხო, ეს ორი დამოკიდებულება, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არის ავადმყოფია და არის სისხლის დამნაშავე და უბრალოდ მოსწონს და ამიტომ აკეთებს ამას, ესეთი დამოკიდებულება ქართულ საზოგადოებაში არ არის. არ არის ესეთი დამოკიდებულება აი სიამოვნებს და შვება. ამ თემის ირგვლივ დისკუსია არ ხდება, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ უდიდესი ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს, არ არიან დამოკიდებული. ეს ადამიანები არ ხვდებიან არც ექიმის, არც სოცმუშაკის და არც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის, ასე ვთქვათ, ყურადღების სფეროში და ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას. მოდი რეკლამაზე შევისვენ და თუ შემდეგ ვილაპარაკოთ უკვე არა დეკრიმინალიზაციაზე, არამედ სრულიად ლიბერალიზაციაზე ნარკოკანონმდებლობის, სადამდე შეიძლება ის მივიდეს, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს, თქვა ითვლება, რომ ამას შეიძლება მოყვეს კატასტროფული შედეგები ქვეყნისთვის და ერისთვის, ესე მაღალფარდონად თუ ისე. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, საუბრობთ ნარკოპოლიტიკაზე. საუბრობთ ნარკოპოლიტიკაზე საქართველოში დათო ათიაშვილი, ალტერნატივა ჯორჯიას წარმომადგენელია, მათთვის სტუმარი. დათო, რატომ არ ვლაპარაკობთ, ჩვენ საუბრობთ ახლა დეკრიმინალიზაციაზე, რატომ არ საუბრობთ
ზოგადად ლეგალიზებაზე. აი ესე უბრალოდ ავდექით და ერთ დღეს გადავწყვიტეთ და დავუშვით და ეხლა შესაძლოა არ იყიდებოდეს სუპერმარკეტებში, ვთქვათ, ლამაზად დაფასურებული და მომხიბვლელად შოკოლადების, მაგრამ იყიდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. რას დააშავებს ეს? მოდი პირველ რიგში აღვნიშნოთ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ თეორიულად ვიმსჯელოთ, სცენარები განვიხილოთ, ვინაიდან პრაქტიკაში ჯერჯერობით, თქვა, თუნდაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული რომელიმე ქვეყნის მიერ, ამის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველა ქვეყანა არის ხელმომწერი გაეროს კონვენციებისა, რომელიც ავალდებულებს, რომ კონტროლი იყოს დაწესებული ნარკოტიკების ბრუნვაზე. თუმცა მარიხუანას შემთხვევაში შესაძლოა ახლო მომავალში ეს პირველი გამოცდილება ჩვენ ვნახოთ და საუბარი არის სრულად ახალ ამბავზე ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა რეფერენდუმები სხვადასხვა თემაზე. ერთ-ერთი თემა იყო მარიხუანას ლეგალიზაცია და ორ შტატში კოლორადოს და ვაშინგტონის შტატში მოსახლეობამ ხარი დაუჭირა მარიხუანას ლეგალიზაციამ. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ჯერჯერობით პირველი პრეცედენტი მსოფლიოში. არც ჰოლანდიაში, არც რომელიმე სხვა ქვეყანაში ლეგალიზაცია მარიხუანასი არ მომხდარა. არის სხვადასხვა ტიპის დეკრიმინალიზაციის რეჟიმი, მოქმედებს. ლეგალიზაციის პირველი პრეცედენტი ხდება ახლა კოლორადოში და თუმცა ამას ჭირდება ალბათ ამერიკის პრეზიდენტის თანხმობა, სენატის ან რაღაც რთული პროცედურა იქნება. ესე მარტივად არ იქნება. კი, პროცედურა რთული იქნება და მოსალოდნელია, რომ მოხდება დაპირისპირება ფედერალურ მთავრობასა და შტატებს შორის. რა გამოსავალს მოიფიქრებენ, არ ვიცი, ძალიან საინტერესოა, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა ხარი ლეგალიზაციას. მინდა გითხრათ, რომ ეს ტენდენცია საერთოდ ზრდადია, სულ უფრო და უფრო ხშირად თქვათ ინტერნეტის განვითარება მოხდა ხო საშუალება თვალივარდევნოთ რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში ამ თვალსაზრისით მათ შორის და სულ უფრო და უფრო ხშირად იქნება რაღაც სპეციალური ჯგუფები რომლებიც თქვათ ლობირებენ ამ თემას ყველა ქვეყანაში პრაქტიკულად საქართველოშიც არის Facebook-ზე შეგვიძლია ნახოთ თქვათ მარიხუანის ლეგალიზაციის სპეციალური ჯგუფი პეტიცია არის რომელსაც უკვე 3000-ზე მეტი ადამიანი აწევს ხელს თქვათ და ეს არ არის ახლა ისეთი ორიგინალური ამბავი ყველგან მიდის ეს პროცესი კი, გეთანხმებით, ყველაზე, ასე ვთქვათ, სერიოზული განაცხადი ამ მიმართულებით საუბრობთ გააკეთა ნარკოპოლიტიკის გლობალურმა კომისიამ. 2 წლის წინ შეიქმნა ეს კომისია, აერთიანებს მოქმედ და ყოფილ მთავრობების მეთაურებს, პრეზიდენტებს, გაეროს მაღალი თანამდებობის პირებს და ამ კომისიის დასკვნით არის შემოთავაზებული, რომ გადაიხედოს ის პოლიტიკა ომი, ნარკოტიკებთან ომი, რომელიც წავაგეთ, ხო, ეს უნდა წავაგეთ, მე გეთანხმებით, ნამდვილად წავაგეთ და კი ბატონო, გეთანხმებით, ძალიან ხშირად ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მარიხუანაზე აქცენტით ხდება, ასე ვთქვათ, საკითხის დაყენება, რომ დადგა დრო მოხდეს ლეგალიზაცია. ამ მიდგომას ყავს მხარდამჭერები და ოპონენტები, ყველას თავისი არგუმენტები გააჩნია და ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ნარკოტიკების მოხმარებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ინდივიდუალურ აქტზე, რეალურად, ხო? ერთი კაცის გადაწყვეტილებაზე რაღაცა, მოდი ისე ვთქვათ, ავნოს თავის ჯანმრთელობას, ხო? სამედიცინო თვალსაზრისით. ძალიან ბევრი რამ არის, რაც ადამიანის ჯანმრთელობას უნებს, თუმცა ეს არ არის აკრძალული და კრიმინალურ აქტად არ ითვლება, ეს კიდევ უფრო სასაცილოა, ხო? ეხლა ვნებს, არ ვიცი, გადაჭარბებული საკვების მიღება, თქვათ, ხო, ეს სიცოცხლეებზე სულად მოქმედებს ყველა მიწის და მე მგონია, რომ თქვათ, იმ ფაქტით ბევრად მეტი ადამიანი იღუპება მსოფლიოში ვიდრე ნარკოტიკების მოხმარებით, ხო? ვნებს, გადაჭარბებული ვარჯიშიც კი ვნებს, ხო? ჩვენ ვიცით, რომ თქვათ, პროფესიონალ სპორტსმენებს 40-45 წლის ასაკის შემდეგ ძალიან რთული დაავადებები უვითარდებათ, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს უბრალოდ არ აქვს. ეს არ არის აკრძალული არის მხოლოდ ნარკოტიკები, რომლებიც გარკვეულწილად, მოდი ესე ვიტყვი, ადამიანს სიამოვნებს და იმიტომ იღებს ამ ნარკოტიკებს. ხო, ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა იმ შემთხვევაზე, როდესაც გამიხილა ვიტყვი თბილისში ესე გავრცელებულ ბოდიში კრაკადილი, ვინტი და ასე შემდეგ, ჯეფი, ხო, რაღაც რთული სახელები აქვს. რაც უბრალოდ ანადგურებს ადამიანს საერთოდ, მაგრამ შედგება იმ ინგრედიენტებისგან, რომლებიც ლეგალურად იყიდება პრაქტიკულად ნებისმიერ აფთიაქში და სუპერმარკეტში და ბენზოგასამართსადგურებზე და ზუსტად მათი გაჩენა გამოიწვია, ვთქვათ, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ხო, ან პირიქით მდგომარეობას ვიღებთ იმის შეზღუდვით სამწუხაროდ.
კი ბატონო, ბოლო ნაწილს რაც შეეხება თქვენი კითხვის, დაგეთანხმებით, ბოლო წლებში გატარებულმა პოლიტიკამ ნამდვილად გამოიწვია ის, რომ ადამიანები, რომლებიც ვეღარ შოულობენ იმას, რასაც ტრადიციულად მოიხმარდნენ, მათ არ დაუნებებიათ თავი მოხმარებისთვის, მოხდა ძალიან მოსალოდნელი და ბუნებრივი რამ, ისინი გადაერთნენ სხვა უფრო იოლად ხელმისაწვდომ და იაფ ნარკოტიკებზე და უმეტეს შემთხვევაში ეს არის ორგანიზმისთვის, ფსიქიკისთვის, ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ყველა შემთხვევაში ლეტალურად დამანგრეველი. არა, არ თავდება ლეტალურად, თუმცა ხშირ შემთხვევაში არის შეუქცევადი ნევროლოგიური დაზიანებები და ინვალიდიზაცია ხდება ადამიანს, ვინაიდან დამზადების პროცესი შეიცავს ძალიან ტოქსიური ინგრედიენტების გამოყენებას, რაც შეეხება ადამიანის უფლებას, რომ მიიღოს ის, რაც მას სურს, დაუშავოს თავის თავს, რაც უნდა. კი ბატონო, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი ლეგალიზაციის მომხრეთა მხრიდან და ეფუძნება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას და ხელშეუხებლობას და იმას, რომ თუ ნებისმიერი ადამიანის ქმედება არ აყენებს ზიანს სხვა ადამიანს ან საზოგადოებას, ჩვენ არანაირი უფლება არ აქვს, რომ ჩავერიოთ მის ქცევაში და რაიმე შეზღუდვებით დაუწესოთ. მე აღვნიშნე პირველად გამოიწვევს თქვა ლეგალიზაცია, თქვა ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის რაღაც კატასტროფულს და თქვენ მოსაზრება მაინტერესებს, მესმით რომ ამის ზუსტი მონაცემები არ არის, რადგან ასად არის. ამის გამოცდილება არ არსებობს, იმიტომ რომ ლეგალიზაცია არსად არ მომხდარა, ნამდვილად არსებობს გამოცდილება დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მოხდა დეკრიმინალიზაცია და პარალელურად სამკურნალო და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნარკოტიკების მოხმარების მასშტაბი არ გაზრდილა. მთელ ევროპაში მოხდა ზუსტად ეს და თუ საქართველო ამ გზას აირჩევს, არანაირი საფრთხე იმისა, რომ ჩვენთან მასშტაბები ეპიდემია, გაიზრდება კრიმინალი და ასე შემდეგ, ამის საფრთხე არ არსებობს. ლეგალიზაციის შემთხვევაში ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ამერიკის, თქვათ, აი ამ ორ შტატს დავაკვირდეთ. იცით რა, ჩემი პირადი აზრი არის, რომ თავდაპირველად საწყის ეტაპზე მოსალოდნელი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გადაწყვეტს გასინჯვას და ჩაატარებს ექსპერიმენტებს, თუმცა ლეგალიზაციის შემთხვევაში ბუნებრივია, რომ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან რეგულირება, ასე ვთქვათ, ბრუნვისა და დაწესდება გარკვეული შეზღუდვები, ასაკობრივი და ასე შემდეგ. ხარისხის კონტროლი იქნება, ნუ ერთ-ერთი დადებითი რაც ამას შეიძლება მოყვეს ის, რომ ტოქსიური და მომწავლავი ის ნივთიერებები სავარაუდოდ, რომელიც მე თავისუფლად შეიძლება გაიყიდოს, არ იქნება ადამიანისთვის. ნუ თუ არ მოხდა დოზის გადაჭარბება ბუნებრივია. ანუ პრინციპში ლეგალიზაცია შესაძლოა იყოს გამოსავალი იმ ელემენტარულად ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დამთავრდება, ხო პრაქტიკულად დღევანდელ განვითარების დღევანდელობაზე სახელმწიფოები თავის მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს თვითონვე ხელოვნურად აქცევს კრიმინალებად, რადგან მათი კანონმდებლობით ეს ხალხი ისჯება. ხო, ეს რეალურად, ანუ შეგვიძლია ველაპარაკოთ, რომ თქვა ქართველები მე რამდენადაც ახლად 250,000 რეგისტრირებული მომხმარებელი იყო, ხა არის ეს ის რამდენია. ნუ გამოდის, რომ დაახლოებით თქვა 5% არის კრიმინალი. უცებ ქვეყანაში უცებ ყველა 5% კრიმინალი ყავს. შემდეგ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მარიხუანის მოხმარება რამდენჯერმე აღემატება რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობას და ასევე ისინი კრიმინალები არიან და შესაძლოა უკვე 9,5 ადამიანი ყავდეს, ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს. ხო და მარიხუანა გამოდის, რომ უკვე მოსახლეობის 10% ყავს კრიმინალი. უცებ ვზდით ჩვენსავე ჩვენი ერის კრიმინალობას. მაშინ როდესაც ლეგალიზების შემთხვევაში ცალკე ის რომ თქვა ეს კრიმინალური სიტუაცია ამ თვალსაზრისით აღარ აქვს, ნაკლები კრიმინალი ყავს და პლუს დამთავრდება ის სამართლიანო პრაქტიკა, რაზეც ბოლო დღეებშიც არის საუბარი, რომ ვიღაცას ჯიბეში რაღაცა უპოვეს. ანუ პოლიციას აღარ აქვს ეს ბერკეტი ადამიანებზე ზემოქმედების, რომელიც ნუ პოლიცია ყოველთვის მიისწრაფის რაღაცა ცუდი გააკეთოს და საერთოდ ძალაუფლება აქვს ეს მიდრეკილება და პლუს ის დამამცირებელი პრაქტიკა, როდესაც მანქანებს აჩერებს პოლიცია, გადმოყავს ადამიანები რაღაცა ეჭვის საფუძველზე, უმოწმებს ვენებს და ასე შემდეგ, მიყავს სადღაცა აშარდვინებს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს უცებ ვიცილებთ. თქვენ რატომ არ უჭერთ მხარს, რატომ არ ამბობთ, რომ მოდი მოახდინოთ ლეგალიზება. იქნება დავიწყოთ ლეგალიზებაზე საუბარი და ცოტა მეტი გამურჩეთ ხელისუფლებას, ვიდრე დეკრიმინალიზაციაზე საუბარი და 3,500 ლარიანი ჯარიმება. იცით რა, მე
მე ვცდილობ ვიყო პრაგმატული და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში შეუძლებელია ამის გაკეთება, თუმცა შეიძლება შინაგანად მზად ვიყო, რომ ამდაგვარი ექსპერიმენტს მხარი დაუჭირო და დავაკვირდე ნამდვილად და ძალიან დიდი ინტერესით ველოდები, თქვა კოლორადოში და ვაშინგტონში როგორ განვითარდება და დაგეთანხმებით იმაში, რომ თქვა თეორიულად თუ ეს სცენარი წარმოვიდგინეთ, ნამდვილად არის რიგი დადებითი მომენტებისა, რომელიც მოსალოდნელია ამ შემთხვევაში. კონტროლის მექანიზმი ხარისხის კონტროლი და ის, რომ სხვა თქვა შეზღუდვების ვინაიდან აღარ იარსებებს შავი ბაზარი სხვა შეზღუდვების და რეგულირების საშუალებით შევძლებთ, რომ თქვა არასრულწლოვნების ხელს არ კონდეთ შესაძლებლობა მოიხმარო და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი შედეგი დადებითი იქნება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ფაქტობრივად ეგრევე გაქრება. შეგვიძლია აზრს დაკარგავს, იმიტომ რომ თქვა ჩვენ დღეს ორგანიზებული თამბაქოს ინდუსტრია ან ორგანიზებული ალკოჰოლის ინდუსტრია უმეტეს ქვეყნებში არ გაგვაჩნია, ხო? იმიტომ რომ არის ლეგალური და რეგულირება ხდება სახელმწიფო რაღაც დაჯერება პრაგმატიზმი და თუნდაც დავამთავროთ სამწუხარო დრო აღარ აქვს მეტი 68 წელს პარიზის სტუდენტური რევოლუციის თუ გაფიცვების ლოზუნგი იყო ერთ-ერთი ლოზუნგი იყო იყავით რეალისტი მოითხოვეთ შეუძლებელი. დათოთიაშვილი ალტერნატივა ჯორჯიას წარმოადგენელი იყო მატრიცის სტუმარი, განცემა ამით დასრულებულია, ზუსტად 8-ზე პირდაპირ ეთერში თეაშველიძის ბიზნესის დრო, მე კი ორ შემოთმე გემშვიდობით.